რასაც ხელფას ვიღებ, ყოველდღიურ ხარჯებში მიდის ეს. სიმართლე გითხრა, ამ ბოლო რამოდენიმე თვეში და განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩემი დანაზოგების განაღდება და გამოტანა მომიწია, რადგან არ არის აქ სრულყოფილი მდგომარეობა და არ ვიცი დღეს ხვალ რა იქნება და ან მოგვიწევს თუ არა სიტყვაზე ამ ქვეყანაში დარჩენა, გაგრძელება ბრძოლის. ამ ეტაპზე არ მაქვს დანაზოგი. ისე არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველას უნდა გქონდეს შესაძლებლობა, რომ ფინანსური დანაზოგი გქონდეს. ნახევარზე მეტ ვინახავ ხოლმე ვიზოგავ ნახევარზე მეტს. რამდენადაც როგორც მოყოფნის ისე ვანაწილებთ, მაგრამ ძალიან ცოტა სამყოფი, ასე რომ უკმაყოფილოები ვართ, იმიტომ რომ არც პენსიებია ნორმალური, არც ხელფასებია, სამსახურები არ არის და თუ არის რა არის, ერთი ბანკია, ბანკში მუშაობს მთელი ახალგაზრდობა და კიდე რა არის, რა ვიცი, მეტი რა სამსახურია საქართველოში არ ვიცი და სწორედ მაგიტო ხდება ეს გამოსვლები და ეს რომ ეს რა ქვია, მის მოხდეს, რა ქვია, ევროპული ინსტიტუციები შემოვიდეს და ეს რაღაცნაირი სამართლებრივი სისტემა მოგვარდეს. არა, ვერ ვახერხებ ვერანაირად. არა მაქვს დანაზოგი რა თქმა უნდა. რომელ დანაზოგია? ყოველთვიურად ყველაფერი გადათვლილია და გადანაწილებულია. დანაზოგის საშუალება არ არის. დაყოფილი მაქვს ახლა ერთ კვირას რა უნდა დავხარჯო, მეორე კვირას რა უნდა დავხარჯო და ვაკეთებ დანაზოგს რა მოკლედ. თითქმის ყოველთვის მაქვს. დაიხარჯება, შევავსებ. საშუალო დონის თანხა, ვერ ვთქვი რომ ბევრი. ქართული ოცნების ხელში რა დანაზოგი უნდა გქონდეს? არანაირი. სად არის დაზოგვა კი არა, ნეტა ყოველდღიურ საშუალებებზე გვეყოს და საცხოვრებელ პირობებზე. დანაზოგი ამ ხელფასზე ვერც კი წარმომიდგენია როგორ